არის ხელმწიფე, ესე იგი ჯანაკა, მოდის მტერი ეუბნება რომ ბრძოლას აზრი არ აქვს. შენ ახლა ესე იგი უნდა დანებდე, იმიტომ რომ მე იმხელა არმიით მოვედი. ჯანაკა ერთ წამში ხდება რაჯადან ხდება ფაქტურად მათხოვარზე კიდევ უფრო ქვემოთ. ის მიდის ტოვებს სამეფოს, ვიღაცა არიგებს იქ ბრინს, ჯანაკა დგება ამ რიგში, მას ბოლოს მოუწევს ეს ყველაფერი. ფაქტიურად, როდესაც სულ რაღაცა ორ კაკალ ბრინს მიაწვის ჯამით ეს ადამიანი, ისა რომ ჯანაკამ უნდა შეჭამოს და ამ დროს ჩიტი მოდის, ჩიტი ფთას გაკრავს და ეს ჯანიც ვარდება და ჯანაკა საერთოდ უკვე განულებული არის და მიწაზე დაემხობა და აი ამ დეპრესიულ მდგომარეობაში იტყვის რომ აი ხა ნეტა ფსკერი გამისკდეს და მოვკვდე და უცებ მას ეღვიძება და აი ამ გაღვიძების მომენტში ჯანაკა აფიქსირებს რომ არის დიდი განსხვავება შინაგანად რას გრძნობს და გარეგანად როგორ აღიქვამს სამყაროს რომ გარეგანად ხედავს რომ ის ლოგინშია და არც არაფერი ამოხდა და ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილა მაგრამ ეს ემოციები იმხელა იყო რომ ეს გულისცემა ნერვიულობა დეპრესია ეს ყველაფერი მოყობა და აქ შემოეპარება მას ფილოსოფიური კითხვა რომ თუ ის იყო სიზმარი და ამ დროს ის რეალობა არ იყო რა გარანტია მაქვს რომ ესეც არ არის სიზმარი და მაშინ რა არის რეალობა თუ კი რეალობა არ არის ჩემი აღქმა მაშინ რითი დავასკვნა რომ რაღაცა არის არა ჩემი აღქმა მარტო არამედ მართლა რეალობა და ეს სად არის რაღაც აბსოლუტური ხელმოსაჭიდი რომელზედაც მე ჩაავლებ ხელს და ვიტყვი რომ ეს არის რეალობა და აი ამ გაუგნებულ მდგომარეობაში ჯანაკა 3 დღის განმავლობაში მარტო იმეორებს კითხვას თავის თავთან ნუ ხმამაღლა ეს არის რეალობა თუ ის არის რეალობა ბოლოს მოდის ესე იგი აშტავაკრა მისი ბრძენი და ისევნება რომ ჯანაკრაჯა მე ვიცი შენი სიზმარი რა არის შენ როდესაც იქ იყავი სიზმრიდან თუ ხედავდი ცხადს ის რო ლოგინში იყავი აგერ ცოლი აგერ ბავშვები აგერ მინისტრები აგერ მთელი შენი სამეფო ჯანაკა ამბობს რომ არა სიზმრიდან ეს სამყარო არ ჩანს ამ სამყაროდან ეხლა თუ ჩანს ის მტერი ის ჩიტი ის ჯამი ის დეპრესია ის ნერვიულობა არა აქედან ის არ ჩანს აბა მაშინ აქედან თუ ის არ ჩანს და იქიდან თუ ეს არ ჩანს მაშინ არ ყოფილა რეალობა მაშინ არც ისაა რეალობა და არც ესაა რეალობა ჯანაკა საერთოდ გაგიჟდება მაგ მომენტში ის ამბობს რომ იქ რო იყავი იქ რასაც ხედავდი ის ხო რეალობად აღიქვავდიო და აქ რო ხარო აქაც ხო რეალობად აღიქვავ მაშინ ამ ორიდან საერთო არის ის, რომ შენ სადაც ხარ და რასაც აცნობიერებ, ის არის რეალობა. ამიტომ შენ ხარ რეალობა.